ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დათა გულუას სახელობის პოეზიის კონკურსის სიჭაბუკე და ლექსი ერთია დასკვნითი საღამო გაიმართა. კონკურსში 60-მდე ახალგაზრდა პოეტი მონაწილეობდა, რომლებმაც სხვადასხვა თემაზე დაწერილი ლექსები წარმოადგინეს. აფხაზეთის სულიერების და კულტურის ცენტრს ჰქონდა სურვილი გამოევლიდა ახალგაზრდა პოეტები და ის საზოგადოებისთვის წარედგინა. 50 ათეულზე მეტი პიროვნება მონაწილეობდა საქართველოს ყველა კუთხიდან და შესანიშნავი ლექსები იქნა წარმოდგენილი, შეირჩა მათ შორის განსაკუთრებული პირველი სამი. მოწვეული სტუმრების სიტყვით გამოვიდნენ და მათ რჩეულ მონაწილეებს საჩუქრები გადასცეს. დათა იყო მაძიებელი, დღეს წაიგითხეს მისი ლექსი, ერთ-ერთ ლექსში დათა წერდა, რომ სულს აქვს სისხლი. არის სისხლის გადასხმა, მაგრამ არის სულის გადასხმა კიდეც და თვითონ ეს პროცესი მიმდინარეობს მის საღამოებზე, რომ აი მისი სული როგორ გადადის იმ ახალ თაობაში, რომლებიც 19 წლისანი არიან, 20 წლისანი, როგორც იყო დათა. მისი ასე ტრაგიკულად ჩამქრალი სიცოცხლე არის საწყისი მარადისობის. გამარჯვებულ მონაწილეებს დიპლომები და სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ. ჩატარდა პოეზიის კონკურსი დათა გულუას სახელობის. მოხარული ვარ, რომ აღნიშნულ პროექტში მომეწია მონაწილეობის მიღება. არაერთი ძვირფასი, არაერთი კარგი მეგობარი მონაწილეობდა ჩემი და წილად ხვდა ბედნიერება, რომ გამარჯვებულთა რიგებში ყოფილიყავი. დათა გულუას სახით საქართველოს შეიძინა ძალიან დიდი პოეტი. მიხარია, რომ მისი სახელობის კონკურსი დაარსდა და იმედი აღნიშნული კონკურსი პერმანენტულ სახეს შეიძენს. მადლობა აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრს, იმიტომ რომ ძალიან კარგი საღამო გვაჩუქა. ეს საღამოები ზოგადად ქვეყანას ძალიან აკლია და თუ ეს პერმანენტულ სახეს მიიღებს, ძალიან კარგი იქნება და ძალიან გაუხარდება ახალგაზრდობას. საკმაოდ საინტერესო ჩაიარა დაჯილდოების ცერემონიალმა მესამე ადგილი მომენიჭა. მე ასევე ულოცავ ჩემს მეგობარ პოეტებს ამ კონკურსში მოპოვებულ გამარჯვებას, ყველას უსურვებ წარმატებას. ახალგაზრდა პოეტებისათვის, რომელიც არიან 15-დან 30 წლამდე და გადაწყვიტეს ლექსის წერა, პოეზიაში შედგან ფეხი. მათთვის დაუვიწყარი მოვლენაა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის დარბაზში, რომ გამოგაცხადებენ, რომ ჩატარდა სრულიად საქართველოს კონკურსი და იქ თქვენ გაიმარჯვეთ, ეს ახალგაზრდა პოეტისათვის არის ძალიან დიდი ბიზგი და ეს მათთვის იქნება დაუვიწყარი. რაც შეეხება ჩვენი ოჯახისთვის, ეს არის დათა გულუას სახელობის კონკურსი. იგი სრულიად ახალგაზრდა 18 წლის ასაკში განერიდა ამ წუთისობას და დაგვიტოვა არაჩვეულებრივი უცნაური პოეზია. ეს არ არის პირველი კონკურსი და პირველი საღამო. მისადი მიზღვნილი სპექტაკლები იდგმება. დაახლოებით 15-მდე სპექტაკლია შესრულებული. მისი ხსოვნის საღამოები გაიმართა. წელს შესრულება 15 წელიწადი, რაც დათა გარდაიცვალა. ჩვენი ოჯახისთვის ყოველი ეს საღამო არის ძალიან დიდი შინაგანი ღელვარების, გულისწუხილის, რა თქმა უნდა, ტკივილის საღამო. კონკურსში გაიმარჯვა თითქმის 20-ზე მეტმა ახალგაზრდამ. მე მათ შემოქმედებით წარმატებებს უსურვებ და მინდა ვთქვა, ყველა მონაწილე, რომელიც 60-ზე მეტია, გამარჯვებულია. ღონისძიება აფხაზეთის სულიერებისა და კულტურის ცენტრის, საქართველოს მწერალთა კავშირისა და ჟურნალისტთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა.